ბავშვობიდან მინდოდა მოტორბოლელი გამხდარიყავი, ბაიკისადმი ინტერესი კი ღრმა ბავშვობიდან გამოჩნდა. გამარჯობა, მე მამუკავარ და დღეს მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გავხდი მოტორბოლელი სულ რაღაც 2 თვეში. მოკლედ ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც მე-5 კლასში ვიყავი და პირველად ველოსიპედი ვიყიდე. 7 წლის მანძილზე, როდესაც ველოსიპედით დავდიოდი და ძალიან დიდ დროს ვატარებდი ჩემს ველოსიპედთან ერთად და დავაგროვე ასე ვთქვათ, ბევრი ცოდნა, ბევრი თავგადასავალი გადაგხვდა ერთად და რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მინდებოდა რომ ეს ველოსიპედი ჩანაცვლებულიყო შემდეგ უკვე მოტოციკლეტით, ნელ-ნელა უფრო და უფრო იზრდებოდა სურვილი. მე-12 კლასის მიწურულს უკვე როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ძალიან მინდოდა მოტოციკლეტი მეყიდა, მაგრამ ვიცოდი ამაზე ჩემი მშობლები უარს იტყოდნენ. პირველ რიგში იმიტომ რომ დედის ერთა ვარ, შემდეგ იმის გამო რომ მოტოციკლეტი ძალიან საშიში ტრანსპორტი იყო მათთვის, დღემდე ასე არის და სასიში ტრანსპორტია. გადავწყვიტე შემდეგ ესეთი რაღაც შემეთავაზებინა, მე ჩავაბარებდი იმ უნივერსიტეტსაც, კარგად ვისწავლდი, მექნებოდა ჩემი პროფესია და მათ ინტერესებსაც, ასე ვთქვათ, გავამართლებდი. თავიდან უარი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ დიდი ხვეწნის, დიდი მუდარის და დიდი წვალების გავლის შემდეგ დამთანხმდნენ. მე-12 კლასის დაწყების შემდეგ საკმაოდ დიდი და რთული გზის გავლა მომიწია იმისთვის, რომ აი ეს ჩემი ოცნება ამესრულებინა. ცხოვრობდი მანგლისში, 12 წელი დავამთავრე სკოლა იქ და მანგლისიდან თბილისამდე იყო დაახლოებით 70 კილომეტრი. ამ გზას გავდიოდი კვირაში 4-ჯერ წინ და უკან მასწავლებლებთან რომ მომზადებულიყავი. არც თუ ისე მარტივი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კვირაში 4 დღე სკოლაშიც იარო, მასწავლებლებთანაც იარო, მოემზადო, გრანტიც აიღო და შეძლო ეს ყველაფერი, არ არის მარტივი. ჩემი ჰობიც რომ არ დამეკარგა, ამისთვის ველოსიპედი წამოვიღე თბილისში, მანგლისიდან და როდესაც ჩამოდიოდი მარშრუტით და ვემზადებოდი მასწავლებლებთან ჩემი ველოსიპედით დავდიოდი. ასე გაიარა თლიანმა მე-12 კლასმა და დადგა ის სანატრელი დღე, როდესაც გამოცდებზე მივიდოდი. ჩავაბარე 5 გამოცდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაიდო ქულები, მოვხვდი იქ, სადაც მინდოდა მოხვედრა, საქართველოს უნივერსიტეტში და დადგა ის სანატრელი დღე უკვე, როდესაც შემეძლო მივსულიყავი ჩემს მშობლებთან და მე თქვა, მე გავაკეთე, ჩემი სიტყვა შევასრულე და დამხმარებოდნენ მოტოციკლეტის ყიდვაში. არ გეგონოთ რომ პირველივე ბაიკი ეს ერთ-ერთი იყო და პირდაპირ 1000 კუბიანი ბაიკით დავიწყე სიარული, მაგრამ არც ბევრი დამიკლია. აი ამ ბაიკით დავიწყე სიარული, რომელიც 600 კუბიანია და 6 წლის წინ ზუსტად აი აქ დაიწყო ყველაფერი. პირველი ბაიკის ყიდვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და როგორც მე მქონდა ნაფიქრი წავალ ეგრევე დავждები და ვიყიდი მოტოციკლს თქო, საერთოდ სხვანაირად ჩამომეტრიალდა ყველაფერი. მაგრამ საბედნიეროდ ჩემს გვერდით ჩემი მეგობარი ცხოვრობდა, რომელსაც ყავდა ბაიკერი ძმაკაც. მისი სახელია ჩერო და ჩეროს სახელი კარგად დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ჩეროს დამსახურება დღესდღეობით ყველაფერი ალბათ რაც მე სწავლე რაც გავიარე ამ 6 წლის მანძილზე. როდესაც ავარჩიე ბაიკი და მივდიოდი უკვე საყელთან, მჭირდებოდა ერთი ადამიანი, ვინც წამოყვებოდა და შეამოწმებდა ამ ბაიკს ტექნიკურად, ვიზუალურად და ყველანაირად. ჩეროს დაურეკეთ რომ წამოსულიყო და ენახა. ეს ბაიკი იყო Kawasaki Ninja 626, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე, რომ ამ ბაიკს ის არ ნახავდა, იმიტომ რომ მქონდა 0 გამოცდილება ბაიკთან დაკავშირებით. თუ სტრიტ ბაიკს გავატარებდი, რომელიც ბევრად უფრო მარტივი სამართავი იყო, მერე უკვე შეიძლებოდა გველაპარაკა სპორტზეც. რაც რა თქმა უნდა, ფეილით დამთავრდა, ვერც ბაიკი გავატარე და ვერაფერი. ჩერომ მითხრა რომ ბაიკის მართვის სწავლაში დამეხმარებოდა და შემომთავაზა თავისი ბაიკი Yamaha FZ6, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ. ეს ბაიკია, რომელზეც მართვა ვისწავლე, რომელიც ძალიან მომეწონა და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ჩერო ამ ბაიკის გაყიდვას აპირებდა, ვიყიდე და 6 წელია უკვე ამ გადაწყვეტილებას ნანობს. ბაიკის ყიდვის შემდეგ წავედი ისევ მანგლისში, მთელი ზაფხული იქ მინდოდა რომ გამეტარებინა ტკბილად, მაგრამ ზუსტად 2 კვირაში დამთავრდა ყველაფერი. დაუწერელი კანონია, არავის არ ათხოვო ბაიკი. ზუსტად ეს შეცდომა დაუშვი მე და ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ვათხოვე ჩემი მოტოციკლეტი, წავიდა და ვეღარ მოვიდა. 12 დღის შემდეგ ამდენი ხნის ნაწვალები, ამდენი ხნის ნაშრომი გაქრა. დაეჯახა რაღაცას საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ ვერ გადარჩა ჩემი მოტოციკლეტი. დაიმტრა, იმდენად დაიმტრა, რომ სულ 0-ზე მომიწია ამ ბაიკის დაშლა. ახლა ავაწყოთ ყველაფერი. ბევრი წვალება გავიარეთ და 3 თვის შემდეგ ისევ დავაბრუნეთ ეს ბაიკი იმ მდგომარეობაში, როგორიც იყო. 600-იანი ბაიკი კი ძალიან კარგია, მაგრამ 2 წელი ამ ბაიკთან ერთად გავატარე, რის შემდეგაც უკვე ვგრძნობდი რომ აღარ მყოფინდა ეს ბაიკი. მინდოდა რამე ახალი მეცადა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ იყო ისეთი, რაზეც გადავждდებოდი. ზუსტად ამ დროს 2021 წელს Yamaha-s ცენტრში ჩამოვიდა ახალი მოტოციკლეტები. ერთ-ერთი მათგანი იყო Yamaha MT-09, რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო ბაიკი, რაც კი შეიძლება ქალაქში ადამიანმა ატაროს. არ მქონდა ამ ბაიკის მიმართ ინტერესი. როგორც წეგან გითხარით, ისევ ჩერო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ჩერო მითხრა რომ თუ მინდოდა რამე ახალი ბაიკის ყიდვა,
იდეალური ვარიანტი იყო ამ ბაიკის შეძენა ჩემთვის. Yamaha MT-0 ღირდა $12,000, მაგრამ თუ შევძლებდი და ერთ კვირაში მე თანხას მოვაგროვებდი, $10,000 ამ ბაიკს წავიყვანდი. ამ პერიოდში მე მანქანისთვის მქონდა შეგროვებული დაახლოებით $5,000 და დანარჩენი თანხა არ მქონდა. აღარ მინდოდა რომ ჩემი მშობლებისთვის მეთქვა ეს ყველაფერი და თუ შევძლებდი, ვიშოვიდი და ამ ბაიკს გამოვიყვანდი საერთოდ ახალს, პარკებიდან შეფუთულს მაღაზიიდან. ამაზე მაგარი რა გინდა ადამიანს, როდესაც ბაიკი გევასება და თან ახალი ბაიკის ყიდვა გინდა. დამავიწყდა, რატომ გამიშთა ამ ბაიკის მიმართ ინტერესი? მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბაიკი როდესაც ჩამოვიდა Yamaha ცენტრში, 5-დან პირველი, როდესაც ავხსენი, მე მომიწია ამ ბაიკის გამოგორება. მოტოზე რომ დავჯექი, გამოვსტერდი თუ როგორია იმელა და რომ შევხედე, იმდენ ლამაზი და კარგი იყო. მე ვნახე ამისი რევიუები, განხილვები. ყველაზე დიდი პრობლემა ის ერთვოდა თან, რომ არ მინდოდა ეს მოტოციკლეტი მიმეტოვებინა და გამეყიდა. უნდა დამეტოვებინა ყველა ვარიანტში და ახალი ბაიკის დამატებისთვის ნამდვილად არ ვიყავი მზად. აღარ მინდოდა ამ თემაზე ჩემი მშობლები შემეწუხებინა, ამიტომ გადავწყვიტე დანარჩენი თანხა ჩემით მეშოვნა. ცადე სესხის აღება, მაგრამ არ მომწეს. ცადე მეგობრებთან მესესხა, მაგრამ არც ეს გამომივიდა. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე ეს ბაიკი დამევიწყებინა და დამეკიდებინა. როდესაც ეს ერთი კვირა ამოიწურა, დამირეკეს და მკითხეს, ყიდულობდი თუ არა ამ მოტოციკლეტს. რაზეც უთხარი რომ სამწუხაროდ ვერა. მამა ჩემსაც უთხარი რომ ვერ შევაგროვე ეს თანხა და ბაიკი სამწუხაროდ ვერანაირად ვერ მოხდებოდა ჩემთან. ზუსტად ამის შემდეგ ესეთი უცნაური რაღაცა მოხდა. დამირეკა ჩემ და მითხრა რომ ბაიკი გაიყიდა. აი ეს სიტყვა გაიყიდა, როგორც კი გავიგე, ავიცი, აი სტრესში ჩავარდი, დეპრესიაში გადავედი, ცუდად ვიყავი. მამაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ დახმარება ჭირდებოდა და ჩამიგდა ლოკაცია, სადაც გავედი. ამის შემდეგ ჩვენ მივედით დილღომში Yamaha ცენტრთან. უბრალოდ დამისვა კითხვა, რომელიც მაშინ საერთოდ ვერც კი გავიაზრე, რის გამო იყო დასმული. სად არის ის ბაიკი, რომლის ყიდვაც გინდოდა, მაინტერესებს როგორია ვიზუალურადო. Yamaha ცენტრთან ახლოს ვიყავით და მივიყვანე Yamaha ცენტრში და როდესაც უნდა შევსულიყავით მაღაზიაში, კარების გაღების შემდეგ შიგნით დგას ჩერო იცინის და აი ეს სახეები დღემდე არ დამვიწყნია და ვერც დავივიწყებ, ალბათ ვერ აზრობს. ანუ ჩერო იცინის, მე შევდივარ დაღვრემილი სახით და უკან რო გამოვიხედე, მამაჩემ შევხედე, მამაჩემიც იცინის. აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა, მაგრამ ეხა რო ვიაზრებ ამ ყველაფერს, ესეთი რაღაც იყო. მამაჩემმა ის გამიკეთა, რასაც ალბათ მარტო ვინატრებდი რა. დასულა, ჩეროსთან დაურეკია. ეს ბაიკი უყიდია და ამ ყველაფრის შემდეგ უნდათ რომ სურპრიზი გაეკეთებინათ ჩემთვის. ემოციას ეხა ვერანაირად ვერ გადმოვცემ იმ ყველაფერს იქ რაც იყო, მაგრამ უბრალოდ აუღწერელი ემოცია იყო ჩემთვის ის, რაც იქ იმ წუთებში ხდებოდა. 2 წელი გავატარეთ მე და MT-09 ერთად, 5 წლის მანძილზე რაც საერთო ჯამში გავიარეთ, უკვე ისე ვიყავი რომ აღარც ბაიკის ყიდვას ვაპირებდი, აღარც არაფერი, მაგრამ გულში მქონდა ერთი ოცნება. როდისღაც მეყოლებოდა Yamaha, რომელიც იქნებოდა 1000 კუბიანი და იყო ეს R1. არსებობდა ძველი მოდელები, ახალი მოდელები და ბევრნაირი კომპლექტაცია იყო ამ ბაიკის. ქონდა იმისი სურვილი, რომ მეყიდა 2011 წლიანი ევროპული და შავი ოქროსფერში. აი ზუსტად ის ბაიკი, რასაც ეხა კადრში ნახავთ. თავიდან ვახსენე რომ ამ ვიდეოში ჩერო ძალიან ბევრჯერ მოისმენდით. ისევ ჩერო გამოჩნდა, ისევ ჩერომ დამირეკა და ისევ ჩერომ მითხრა, რომ ბაიკი ყავდა, რომლის გაყიდვაც უნდოდა და მთხოვა რომ ფოტოები გადამეღო გასაყიდად. მივედი, არც მიკითხავს რა ბაიკის გაყიდვას აპირებდა და როდესაც ჩერო ნახე ვკითხე, სად არის ბაიკი და რა ბაიკის გაყიდვას აპირებდა. გაეცინა და მითხრა, Yamaha R1 ოქროსფერის შავში, ზუსტად ის ბაიკი, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა. აი მთელი ბავშვობა მაგ ბაიკზე რო ოცნებობდი, იმ ბაიკზე იყო საუბარი. თავიდან გამეცინა და უთხარი მეთქი, ანუ Yamaha R1 ყავს თან შავი ოქროსფერში გაყიდვას აპირებდა და მე ფოტოების გადაღებას. ეს ბაიკი მოკლედ ბევრი ლაპარაკის გარეშე ულაპარაკოდ უნდა მეყიდა მე. ეს ბაიკი მაქსაღამო ზუსტად ძალიან ბევრი ლაპარაკის ტვინის ჭამის და რა ვიცი 1000 რაღაცის შემდეგ დავითანხმე რომ ჩემთვის მოეცა და მითხრა ესეთი რაღაც რომ ანუ საერთოდ გისწორდება სპორტ ბაიკზე გადაждომა, არ გისწორდება, ნახე როგორია და იმის მერე გადაწყვიტე და მერე დავილაპარაკოთო. იმიტომ რომ 4 წელიწად ნახევარი დაახლოებით რაც ბაიკები მყოლია, ყველა იყო სტრიტი და სპორტთან შეხება არ მქონდა და ჩერო მეუნებოდა რომ სპორტ ბაიკი ქალაქში არ გამომადგებოდა. მაგრამ იმდენად მინდოდა ამ ბაიკის ყიდვა, რომ გამომადგებოდა, არ გამომადგებოდა თუ რა მოხდებოდა, ეს მინდოდა რომ ემყოლოდა როდისღაც. ამ ბაიკის ყიდვის შემდეგ 1 წელი დაახლოებით ყველანაირად ვიარე.
ამის შემდეგ ერთ-ერთ დღეს ერთ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ანუ ერთ-ერთი ყავს და დადიხარ ქალაქში. ეს ბაიკი რეალურად იყო შექმნილი ტრეკისთვის. მინდოდა მთელი ამდენი ხნის მანძილზე ისედაც რომ ავტოდრომზე მეცადა ბედი, მაგრამ არ მქონდა იმის мотиваცია და სტიმული რომ წავსულიყავი. ზუსტად ეს სიტყვები იყო ყველაფერი იმის, რაც დღეს ამ ვიდეოს შინაარსია. მინდოდა რომ 2 თვეში მომესწრო წრიული რბოლისთვის მომზადება აი ამ ბაიკის და ჩემი იმ 6 წლის გამოცდილება, რაც დავაგროვე ამ დროის განმავლობაში და გამოსულიყავი მესამე ეტაპზე, რომელიც სტარდებოდა 29 აგვისტოს. ძალიან მარტივი მეგონა ეს ყველაფერი რომ მე და ჩემი ერთ-ერთი შევიდოდით ავტოდრომზე და ძალიან მაგარ შედეგს დავდედით. მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. პირველივე შესვლაზე ძალიან კარგი დრო ვაჩვენეთ, 2 წუთი და სადღაც 5 წამი იყო. მაგრამ რომ გამოვედი და ვნახე მერე შედეგები რა დროში უნდა მევლო, ძალიან უკმაყოფილო დავსჭი. დავიწყე უკვე იმაზე ფიქრით თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა იმისთვის რომ ეს ბაიკი უფრო უკეთესი გამეხადა ავტოდრომისთვის. ამისთვის გვჭირდებოდა გადაცემის შეცვლა, გვჭირდებოდა უკეთესი გაჩერება, ანუ უკეთესი ტორმოზები. არ გქონდა არც quick shifteri, ანუ ცეპლენის გარეშე, როდესაც თავს იჩხარებს, რაც ტრეკზე და ავტოდრომზე აუცილებელია ჩემი აზრით და დავიწყე ამ პრობლემების მოგვარება. ამ ყველაფერთან ერთად იყო ყველაზე მთავარი ის, რომ ტრაექტორიაზე უნდა მევლო, ზუსტად ისე, როგორც შეჯიბრისთვის სწორი იქნებოდა, მაგრამ ეს ტრაექტორია არ ვიცოდი. აქ ყველაზე დიდი როლი და ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ ერთ-ერთ მეგობარს გიორგი მიხანაშვილს, რომელიც დამეხმარა ყველაფერში, რაც კი არსებობს ავტოდრომთან დაკავშირებით და რაც იმ 2 თვეში მე გავაკეთე. ნელ-ნელა ამ ტრაექტორიაზე დავჯექი, ნელ-ნელა დავიწყე უკეთ სიარული და სტაბილური დრო მქონდა წუთი 58-59. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ეს ბაიკი არის ბევრად მძიმე, ვიდრე დღესდღეობით არის ახალი მოტოციკლეტები და როგორმე წონა რომ შემემსუბუქებინა, ესეთი რაღაც მოვიფიქრე, მომეშორებინა ეს გამშვების სისტემა, რომელიც ამ ბაიკს უყენია თავის კატალიზატორები ან ყველაფრიანად და გამოვიწერეთ ჩინური სლიპონი გამშვების ბოლო ნაწილი, რომლის დაყენების შემთხვევაშიც დაახლოებით 9 კილოგრამი მოგვაკლდებოდა. დავბრუნდი ავტოდრომზე, დავაყენეთ ეს გამშვები, ვიარეთ, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შედეგი მისცა, აი იმდენად დიდი შედეგი მისცა, რომ საერთოდ სხვა მოტოციკლეტი გაიჩნდა ტრეკზე. საერთო ჯამში მომცა სტაბილური დრო, წუთი 55. შეჯიბრამდე სულ მქონდა 14-ჯერ შესვლა ავტოდრომზე. 14 შესვლის შემდეგ მე-15 შესვლა იყო უკვე შეჯიბრი, 29 აგვისტო. ეს იყო ცალკე დიდი ნერვიულობა და სტრესი ჩემთვის, იმიტომ რომ პირველად გამოვდიოდი, დებიუტი იყო, ამდენი ხალხი იყო, ბევრი ბაიკები იყო და მანამდე არ ვიყავი ამ ყველაფერს შეჩვეული, დავდიოდი მარტო, არავინ არ იყო, მარტო მე, ტრეკი და ეს ბაიკი. ეს ბაიკი ჩვენთან იყო? ამასთან ვარ ჩვენ. პირველივე შესვლა 15 წუთის მანძილზე არც თუ ისე კარგი მქონდა, იმ დროზე ბევრად ცუდი დრო მქონდა, ვიდრე მანამდე სტაბილურად დავდიოდი წუთი 55-ში, შესვლის დროს ვიარე წუთი 58-ში. სულად შევიდა და რაც შევძალი ჯერჯერობით იგარი. დაიწყო მეორე შესვლა და ან ყველაფერი იქნებოდა, ან არაფერი. მეორე შესვლაზე მოკლედ, რაც შევძელი აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა და საუკეთესოდ რომ დავაფიქსირე წუთი 53.
ხოჭა რაც შევძელი ზმაო ეს არის საპრიზო წესით უნდა იყოს ხო შეგბირდი საერთო ჯამში ამ წუთი 53-ის წინ იყო ერთადერთი დრო რომელიც იყო წუთი 50 როგორც მახსოვს ვიყავით დარეგისტრებული 12 ადამიანი 12 ადამიანიდან დავიკავე მეორე ადგილი ავიღეთ ვერცხლი ხევადელ დღესთან დაკავშირებით რას გვეტყვით, აბა? მოგასახელოთ, ბიჭო. კი. კარგი შიშიც მაჭა. მამუკას შედეგი დაგვხმოვანე მე მგონია რომ გარჩე პირველ ადგილზეა ჩვენი ძმა. ის პოზიცია მოიპოვა მამუკა. ოპერაშუა რომელიც ასპარეზდა და იამაჰა ერთ-ერთით. ყოფილი ვიყავი იმ ყველაფრით, რაც იქ მოხდა და როგორც შევძელით. ამ შედეგმა დიდი мотиваცია მომცა და გადავწყვიტე მოტოდრაგზეც მეცადა და ბედი. მაგრამ სამწუხაროდ ინციდენტი შემემთხვა და ერთ-ერთი დაზიანდა. 6 წელი ბაიკით დავდიოდი და არ ვიცოდი რა იყო ძირსდაცემა. ანუ სუფთად კარგად მოვედი აქამდე. დაახლოებით მე-4 ვარჯიში იყო, როდესაც საბურავები შევცვალეთ და ამ საბურავების შესვლამ გამოიწვია ის, რომ ვერ ყვევოდი ამ საბურავებში, იყო SP, SC, SC1, SC2, SC3 და ჩვენი ავტოდრომისთვის და იმ ტემპერატურებისთვის, რაც აგვისტოში არის ხოლმე, ყველაზე კაი ვარიანტია SC1 და SC2. მე დავაყენე SP ვერსია, რომელიც გადახურდა, ასე ვთქვათ, ჩემი პატარა გამოუჩნდელობას დაემატა ამ ყველაფერს მოსახოვში ალბათ და საკმაოდ მაღალ სიჩქარეზე, სადღაც 170 კმ-ით, როდესაც დავიწყე მე-11 ზონაზე შესვლა, ბაიკი მომიწყდა და იმდენად გადავშით, რომ ბაიკი ავაყენეთ 170-ით მოვცურდით, დავეცით, ვიხოხიალეთ, მოტოციკლეტი ავაყენეთ და გამოვედით. აი ბაიკს შეხედე. გაჭის და კასკას არ გამოფუჭებთ, ხო შეგბიდი შენად კასკას. შევახედე. ერთი ნაკატრი თუ მოპოვო ამ კასკას. გადარჩა ტექნიკურად ყველაფერი, წყლის სისტემა, ძრავი, რამე თუ არსებობს, უბრალოდ გარედან ვიზუალურად დაზიანდა. წავედით, ცოტა დრო დავკარგეთ, სადაც კვირანახევარი მომუნდით ბაიკის. ისევ ისეთ ფორმაში მოყვანას. დავაბრუნეთ ეს ბაიკი ისევ იმ მდგომარეობაში და გავაგზავნეთ ვარჯიშში. მაგრამ აი მანდ დაიწყო ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბაიკისგან მაგ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. დრაგზე, როდესაც მივედი, ბაიკებს შევხედე, იყო აი სრული არეულობა რა. ბაიკები იყო ზოგი დაშლილი, ზოგი დაწეული, ზოგი გადაწყობილი, გადმოწყობილი და ამ დროს მე მივედი ერთ-ერთით, რომელიც იყო სრულიად ქარხნული. ამას დაემატა ის, რომ დაჟე დავაბრუნეთ თავისი გამშვები, თავისი კატალიზატორი, დაემატა წონა. ნუ დავდექით სტარტის ხაზთან, ავირჩიეთ ჩვენი ნომერი, ციფრი და პირველივე გამოსვლაზე შეგხვდა 2024 წლის BMW S1000 RR-ი. ორივე გავლა ეგრევე მოვიგეთ, დავდექით ისევ სტარტის ხაზთან, აი ემოციები იყო მანდ უაზრო დიდი, იმიტომ რომ არ მეგონა საერთოდ ვაფშე რამე შედეგს თუ დადებდა დრაგზე. ის რა 1200-იანი ვარ რა. შევხვდა სხვადასხვა ბაიკები კიდე აპრილია. კაი ხარ, იმას ნუყურებ რა. შენ სუქრიშანი და ჟა, მეტი არავის, დავაი. Kawasaki. ანტიფრიზი გადმოვიდა ცოტა გახურებული იყო. შოუ, გორჩა. მე არა უშობს. ფინალამდე სანამ მივედით, ვერც კი მივხვდი ისე მოვხვდი ფინალში. ანუ ნახევარფინალი, მანამდე ვისაც შევხვდით ყველა ბაიკი იმდენად მალე გავატარეთ რა, რომ აი წაგება არ ქონია. ყველა დადგომა რაც კი მოგვიწია, ყველა ისეთი მოგები დასრულდა, რომ უბრალოდ ახლოს არავინ არ იყო ჯერ მოსული, რომ სტარტი აი ფინიშის ხაზთან როდესაც შევდიოდით, ვიღაცა ახლოს ყოფილიყო. ყველასთან ძალიან დიდი მანძილი ჰქონდა დაჭერილი.
და ფინალში შევხვდით BMW S1000 RR-ს, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ბაიკს, ჩემი აზრით საქართველოში. სამი კაცი ნერვიულობთ, ნორმალია. აქეთ მე, იგიდეს კაცი, აქეთ ეს კაცი. თუ დავისტარტე. დავდექით სტარტის ხაზთან, ის გულისცემა და ის კანკალი და ის შიში რაც იქ მქონდა რომ ფინალში ვიყავი და რახან აქამდე მოვიდა ეს ბაიკი, მინდოდა რომ ფინალშიც მოგვეგო. 10 ნომერი 23. მამა, მოიძა. ვახშენი გაზი. აი, აი. დავიძარით. პირველი გასვლაც მოვიგეთ. დავდექით მეორედ და მეორედ როდესაც დავდექით უკვე თამამად ვიყავი რომ რახან პირველი კარგად დავიძარი, მეორედაც იგივე მოხდებოდა. უბრალოდ მეორე გავლისას უკვე ვგრძნობდი როგორ მოდიოდა მაღალ სიჩქარეებზე ჩემი მოწინააღმდეგე. აი, მეწეოდა და ბოლოს მაინც შევასწარით. როდესაც გამოვედი იქიდან და მივედი და დავდექი ისევ სტარტის ხაზთან და უამრავი ხალხი იყო ირგვლივ და ეს ბაიკი 2011 წლიანი R1 გახდა დრაგის მეორე ეტაპის გამარჯვებული. მოკლე ბაზაში გამოვედით, ეს ამის თქმა დამავიწყდა, წეღან სრულიად ქარხნულ ბაზაში არც დაგზელებული, არც არაფერი. აი ეს ემოცია, იმ ხალხის სახეები, ის ყველაფერი, რომ როგორ შეძლო ამ ბაიკმა დრაგის მოგება, ეს იყო ზუსტად იმის მიზეზი, რომ დღეს აქვთ გავარ და ამ ვიდეოს წერ. ეხა გაგვახარი და გაიხავი. აი ბიჭი. და გადავწყვეტი ამ ბაიკის დატოვება იქით სეზონისთვის, წრიული რბოლისთვისაც, დრაგისთვისაც, თუ რამე ჩატარდება და სადმე შევძლებ გამოსვლას, ამ ბაიკის გამზადება მინდა უკვე აწი ისე რომ ტრეკზე იყოს ბევრად კონკურენტუნარიანი სხვა ბაიკებთან შედარებით, რადგან არის შედარებით ძველი, არ აქვს ის ფუნქციები, რაც იმ ბაიკებს აქვს, არ აქვს ისეთი წონა. ბევრი რაღაცა უშლის ხელს, მაგრამ არის შესაძლებელი ჩემი აზრით ისე გადაეწყოს ეს ბაიკი, რომ 2025 წელს წრიული რბოლისთვისაც, დრაგისთვისაც და აბსოლუტურად ყველაფრისთვის ძალიან მაგარი შედეგი დადოს. ჩუმად. Давай, ეხლა, давай. Мамука! ვერ გაიგო მაგ ჩემს. რას გაიგებს? ანუ ხარ შეჭება.